ვიცი რომ ტელევიზორს არ უყურებთ, რამდენიმე წელი არ ჩაგირთავთ, რადიოს არ უსმენთ, არ გაქვთ სოციალური ქსელები, Facebook-ს არ სკროლავთ. დრო ხდება ძალიან არაპოეზიური და პოეზია არ გეხმარება პირიქით სადღაც როდესაც პოეზიას კითხულობ სადღაც აღიზიანებს რომ ეს არსებობს. ნუ მე ბროდსკის ვიცნობდი საკმაოდ კარგად ისე რომ კარგით რა. დიახ. ისე მალე მირბის დრო თქვენ ამას კიდევ ერთი 30 წლის შემდეგ შეიტყობთ. თავისუფლება ეს არ არის მხოლოდ პირობები, სადაც შენ ცხოვრ, შენ სულ შიგნით თავისუფალი თუ ხარ, თავისუფალი იქნები ყველგან. ფესტივალის წინ კი ყოველთვის მიჩნდება კითხვა, საჭირო არის თუ არა. რას ვცალებთ? მართლა. არ მიყვარს როცა მთელი წელიწადი სიცხეა. ესეთ ქვეყნებში არც მიცხოვრია არასოდეს, მაგრამ ყოფილი ვარ მაგალითად არგენტინაში, როდესაც იყო როც გაზაფხული ესეთ. აი ხედავთ თქვენ რომ მითხარით კავკასიონის, სად ხედავთ კავკასიონს? რომ არ არის სამწუხაროდ. დღეს დაგვემალა. დაგვემალათ კი. ძალიან სასაცილო იყო რომ კონცერტის შემდეგ მოვიდნენ ბუენოს-აირესში იყო პირველი კონცერტი და მოვიდნენ ქართულად დამელაპარაკდნენ და თურმე ჭეიშვილების ოჯახია. ისე რომ მართლა მსოფლიო ძალიან პატარა არის მიუხედავად იმისა რომ თითქოს სად არის სამხრეთ ამერიკა რა ვიცი მე. აი ეს განცდა რომ სამყარო საკმაოდ პატარაა. დროსთან ერთად უფრო მეტად გიჩნდებათ ამის შეგრძნება? თუ ეს არ არის დროსთან დამოკიდებული? არა, მე მგონი არ არის ასაკის გამო. ეს ყოველთვის ასე იყო, რომ ყოველთვის ძალიან მიყვარდა მოგზაურობა, მართალი გითხრა. პატარაობიდანვე. საინტერესოა ის ფაქტი, რომ თქვენ ერთ-ერთი პირველი ხართ, ვინც აი ესე პერსონალურად პერსონა გავიდა საბჭოთა კავშირის საზღვრებს გარეთაც, ხო? იმიტომ რომ თქვათ, სუხიშვილები გადიოდნენ, იყო კიდევ რამდენიმე ადამიანი, მაგრამ ერთ-ერთი პირველი თქვენც ხართ. აი პირველი განსხვავება იმ ახალგაზრდული თვალით, რაც იყო ესეთი თვალშისაცემი ამ საბჭოთა სისტემასა და ვთქვათ ევროპულ ნაწილს შორის, ან სხვა საზღვარგარეთის ქვეყანას შორის. იცით საქმე იმაშია, რომ მე მახსოვს პირველად როდესაც ფესტივალი იყო, მეშვიდე ფესტივალი იყო ვენაში. ეს პირველი ფესტივალი იყო მსოფლიო ახალგაზრდობის და სტუდენტების, რომელიც ტარდებოდა კაპიტალისტურ ქვეყანაში და ამიტომ ერთი თვის განმავლობაში აი ნამდვილი ცხვნა იყო იმ ადამიანების, ვინც უნდა წასულიყო. ამიტომ ისე გვაშინებდნენ. არიაროთ ორზე ნაკლებიო და რა შეიძლება მეთქი მოხდეს და მაინც რაღაცე პროვოკაციები და როდესაც უკვე მოხვდი ვენაში, იმდენად სულ სხვა იყო იმასთან შედარებით, როგორც გვაში, ამიტომ არავითარი არ მქონდა მე შეგრძნება რომ სადღაც ვარ საზღვარგარეთ. აი თავისუფლების შეგრძნება იყო ქალაქი რომელშიც ჩახვედით და დაგეუფლათ ეს შეგრძნება თუ მისით რა მაპატიეთ მაგრამ თავისუფლება ეს არ არის მხოლოდ პირობები სადაც შენ ცხოვრ შენ სულ შიგნით თავისუფალი თუ ხარ თავისუფალი იქნები ყველგან ამიტომ მე არ მქონდა ეს გაცხოვება შთაგონების წყარო ამ ინტერვიუსი ჩემთვის გახდა თქვენს ბიოგრაფიაში ასეთი ფაქტი რომ იყავით თქვენ დაახლოებით 8-9 წლის როდესაც იმდენად გატაცებული იყავით კინოხელოვნებით რომ ოცნებობდით გამოსულიყავით კინოთეატრის მოლარე დიახ ეს მართლა კინოსიყვარული როგორ დაიწყო როგორ შემოვიდა და აი პირველი ფილმები ყველაზე ადრეული პირველი ფილმი ძალიან კარგად მახსოვს მე დედაჩემმა წაგვიყვანა იყო არაჩვეულებრივი მულტფილმი, ნახატი ფილმი ბემბი. ცნობილი, ეს დისნეის. და ეს იყო პირველი შეხვედრა საერთოდ ფილმთან. და ნუ მოგეხსენებათ ყველასთვის ცნობილი ფილმია და მაგრამ მაშინ ეს იყო რაღაც არაჩვეულებრივი განცდა. და შემდგომშიც მე ორშაბათი და ხუთშაბათი მე მგონი ამ ინტერვიუშიც მაქვს ნათქვამი იყო როდესაც თბილისში ცვლიდნენ ფილმებს, ახალი ფილმები. აი ორშაბათი და ხუთშაბათი რაც არ უნდა სკოლა ყოფილიყო 10 საათზე ვიყავი კინოთეატრში. სულ ერთი იყო რა ფილმი იყო, ცუდი, კარგი. გალბატონოელიც, აი სწორედ თქვენი ბავშვობის და ახალგაზრდობის პერიოდს დაემთხვა ეს ეგრეთ წოდებული ნადავლი ფილმები, რომლებიც შემოვიდა საბჭოთა კავშირში ომის შემდგომ პერიოდში და ძალიან პოპულარული გახდა. მაგალითად, დიდი ვალსი ეს შტრაუსის შესახებ ხალხს ჰქონდა 20 ჯერ 30 ჯერ ნანახი და
აი ამ ნადავლმა ფილმებმა რამდენად განსაზღვრა თუ გახსოვთ თქვა ეს სურათები რომლებიც იყო დასავლური ამერიკული ძველი ჰოლივუდის დიდი ვარცი სხვათა შორის მე ვნახე მაშინ როდესაც ის დრო კი არ იყო როდესაც პირველად გამოვიდა ეკრანზე მაშინ მესმოდა ამ ფილმის შესახებ ჩემი მშობლებიდან მაგრამ მე არ მინახავს ბევრად უფრო გვიან ვნახე ეს უკვე როდესაც კინოთეატრში უჩვენებდნენ მაგ და ნუ რასაკვირველია ძალიან დიდი შტაბეშტილება დატოვა იმიტომ რომ მსახიობ ჯანეტ მაკდონალდი რობერტ ტეილორი თამაშობდნენ და ამიტომ ესე იგი ძალიან ცნობილი უკვე ვარსკვლავები იყვნენ სხვათა შორის ძალიან ბევრი სურათი შემოდიოდა თბილისში აი ეს ამერიკული აი ეს ბზიური ველის სერენადა და ეს აი ეს ყველაფერი დიახ და არა მარტო ვატერლოოს ხიდი რობერტ ტეილორი და ვივიენ ლი და ბევრი სხვა ყველაფერი ყველა არ გამახსენდება დასახელება მაგრამ მახსოვს აი ამ ფილმების ყურების ასე ვთქვათ განცდა როდესაც უყურებდი იოსიფ ბროდსკი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა გვიანდელ პერიოდში რომ გარკვეულწილად სტალინიზმიც კი დაამსხვრია ხელოვნების გზით სწორედ აი ამ ფილმებმა რომ შემოვიდა ეს ცხოვრება ნახა ამ ხალხმა ეზიარა ამ განსხვავებულ ატმოსფეროს აბსოლუტურად მე არ ამჯერა ბროდსკი უფრო პოლიტიკურად მაგრამ ხო აი ეს ძალა რამდენად მგონია რომ ეს არ არის სამწუხაროდ იმიტომ რომ ეს ფილმები ძალიან დიდი ხანი იყო შემოსული და დანგრეული ყოფილიყო უფრო ადრე არ ჯობდა ამიტომ არ მგონია რომ ეს მაინც ამას გულისხმობდა საერთოდ პრინციპში ეს ძალიან ლამაზად ჟღერს მაგრამ რეალობასთან არ აქვს ასეთი ჭიდრო კავშირი ამასა I wish you were here dear I wish you were here მე ბროდსკის ვიცნობდი საკმაოდ კარგად ისე რომ კარგით რა დიახ მას შევხვდი ამერიკაში ჩემ კონცერტზე იყო ვაშინგტონში და მე მითხრეს რომ უნდოდა მას ჩემთან შეხვედრა და მაშინ შევხვდით ვიყავი მის სახლში ასე ვთქვათ რაც უფრო დიდი პიროვნება ხარ და ნიშნულოვანი პიროვნება მით უფრო თავმდაბალი ხარ და მით უფრო თითქოს არაფერიო აი ასეთი იყო ბროდსკი ვერც კი ვიფიქრებდი რომ ამხელა პოეტია აი ვერლენის ერთი განმარტება არის პოეზიის და ის ამბობს რომ პოეზია ეს არის ნახევარტონები ინტეგრალები და მუსიკა სხვა ყველაფერი ლიტერატურაა აი ეს მუსიკა რომლითაც იგება სტრიქონები თქვენთვის რამდენად არის ვთქვათ შთაგონების წყარო ცალკე არ აღვიქვამდი ამ პოეზიას მხოლოდ იმიტომ რომ მე ლიტერატურაც მიყვარს არანაკლებ ვიდრე პოეზია მაგალითად დრო ხდება ძალიან არაპოეზიური და პოეზია არ გეხმარება პირიქით სადღაც როდესაც პოეზიას კითხულობს სადღაც გაღიზიანებს რომ ეს არსებობს რატომღაც ასეთი ძალიან მწუხვარ ამაზე სხვათა შორის მაგრამ მართლა ასეა აი გულახდილად გეუბნებით რომ სამწუხაროა მაგრამ მე წავიკითხე ერთი წერილი სადაც ქალბატონი ნანა დიმიტრიადი თქვენ შესახებ წერს რომ აი გარკვეულ პერიოდში როდესაც პოლონური ჟურნალი ეკრანი დიდი პოპულარობით სარგებლობდა და ეკრანი და ფილმი და ელისომო სწორედ იმიტომ რომ ეს ჟურნალი წაეკითხა პოლონური სწავლაც კი დაიწყო მე არ დავიწყე სწავლა აბა მითხარით უბრალოდ ვსკითხულობდი და ამ კითხვაში ვისწავლე ამ ჟურნალის და კინოდან გამომდინარე იმიტომ რომ მაგალითად ძალიან ბევრი რამ ვიცოდი უკვე თვითონ ფილმის შესახებ და ამიტომ ფილმის დასახელება ფილმის სახელი სულ სხვა იყო პოლონურად და ასე ვსწავლობდი ესე რომ მე მიგავიწყდათ თუ მაინც არა ნუ როდესაც პოლონელებს ხვდები შემიძლია ლაპარაკი და მათ არიციან რომ ეს კინოდან გამომდინარეა არიციან არა ძალიან უყვით იმიტომ რომ ევროპელები უფრო ლაპარაკობენ ინგლისურად, გერმანულად, მაგრამ არა პოლონურად. აი ჩვენი სურათები ქართული რომელს გამოარჩევთ აი ნუ იოსელიანის სურათები რასაკვირველია ოთარ იოსელიანის ყველა სურათი მიყვარდა ძალიან. თავად ოთართან რაღაც ურთიერთობის მომენტები ჰქონდათ? ძალიან და შემიძლია ვთქვა კიდევაც რომ მეგობრობდით კიდევაც. იმიტომ თვითონ ოთარს ხონდა ხომ დამთავრებული თითქმის მხოლოდ ბოლო გამოცდა არ ჩაუბარებია, ამიტომ დიპლომი არ ჰქონდა, მაგრამ ჰქონდა დამთავრებული სასწავლებელი მუსიკალური. და ამბობს კიდეც რომ მე ვარ მუსიკოსი და მე ვარ მათემატიკოსი და ეს მის კინოში წამყვანია. კინოში ასე ვთქვათ, კი, ნამდვილად. და რომელი განსაკუთრებით გიყვართ ალბათ იყო შაშვი მგალობელი, სწორად არა, შაშვი მგალობელი და
ძალიან მიყვარს აი პირველი მისი ფილმი დიდი, სადაც მარინა ქართევაძე თამაშობს. გიორგობის. აი ძალიან მიყვარს. შეიძლება გიორგობის კიდევ უფრო მეტად მიყვარდეს, ვიდრე შაშო გალობელი. თუმცა ძალიან კარგია შაშო გალობელი. ძალიან ისეთი უცნაური, როგორ გითხრათ, განსაკუთრებით იმ დროისთვის არ იყო ესეთი კლასიკური ფილმები, მისი ფილმები, ხომ? გამოირჩევა ახალი ტალღა ჩვენთან ერთად. აბსოლუტურად ჩვენთან ახალი ტალღა იყო ნამდვილად. რა გინდა? უნდა დაუკრა. სად იყავი აქამდე? სახლში. მიდი. თქვენ ალბათ როდესაც ხვდებოდით კინოს გარდა მუსიკაზეც საუბრობდით და იყო განხილვები. არა, იცით არ უყვარდა მაინც. იმიტომ რომ ერთი რაღაცა ხონდა ორთ არის რაც მე ძალიან მომწონდა რომ იყო ყველაფერში იყო პროფესიონალი და იმის გამო რომ არ გამოვიდა მუსიკი როგორც პროფესიონალი რასაც ყველაფერი ესმოდა მაგრამ არ ლაპარაკობდა მე ძალიან გული დამწყდა რომ აი ეს ბოლო წლები X სულ საფრანგეთში ატარებდა ძალიან ცოტა ხანი. მხოლოდ ბოლო წელიწადი მე მგონი თუ 2 წელიწადი იყო როდესაც კლიპებში გადმოვიდა. იმის გამო შესაძლებელია რომ მე ძალიან ადრე გავიცანი ოთარი, როდესაც არ იყო ასე თქვა ძალიან ცნობილი და მხოლოდ აი პირველი ფილმის შემდეგ, ხო? შეიძლება ამის გამო, და ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, ისი, როდესაც თქვენ კონტაქტი გაქვთ პიროვნული მაშინ სხვანაირად უყურებთ მის შემოქმედებასაც. მუსიკის როლი კინოში, ამაზეც რო ვთქვათ რამდენიმე სიტყვა. მუსიკის როლი უზარმაზარია. იმიტომ რომ ზოგიერთი მაგალითად აი ფელინის ფილმი თუ ავიღებთ ფელინის ფილმს, ხომ? მე მუსიკით ცნობ და მახსენდება ფილმი. არა მხატვრული სახით, ალბათ სწორედ მუსიკით. ისეთი გენიალური ნინო როტა, რომელიც ასე ვთქვათ, შედევრებს წერდა უბრალოდ. და მართალი გითხრათ, იმდენად არაჩვეულებრივია, რომ რა ვიცი, შეიძლება არც ნახოთ ეს ფილმი, აი რომ მოისმინოთ მუსიკა, თვალწინ გიდგება ძალიანად ეს ფილმები. ძალიან დიდი როლი აქვს მუსიკას, ძალიან დიდი. სხვათა შორის ძალიან კარგი იყო გია ყანჩელი. ფილმებისთვის ძალიან კარგი მუსიკას წერდა, ნამდვილად. კარგი მუსიკას წერდა კი. თქვენ ისეთ გენიალურ კომპოზიტორებთან გაქვთ საქმე თქვენი კარიერის განმავლობაში. თუმცა შეიძლება რომ აი ესე თქვენთვის, როდესაც ისვენებთ, მიუჯდეთ ინსტრუმენტს და კინომუსიკა თქვენთვის დაუკრათ. არა, ეს წინათ იყო, უფრო ადრე, ესე იგი 30 წლის წინათ, ეხლა არა. უბრალოდ ამისი დროც არა მაქვს მე რომ ასე ვთქვათ ამაზე რო არა ეხლა არა ნამდვილად არა სახეობებთან ურთიერთობა თქვენ იყო ვინმე ვისთანაც მეგობრობა გაკავშირებდათ აი ეხლა ჩვენ გვიახლოვდება ქალბატონი ვერიკოს დაბადების დღეს და ფოტოები არსებობს არქივში თქვენი საერთო ვერიკო იყო ძალიან ახლობელი ჩემი დრო იყო მამა ნათლის და ჩემი ლევან აჯაფარიძე მისი ძმა იყო ჩემი ნათლი მამა. ის რომ ძალიან ახლო ვიყავი ვერიკოსთან და სოფიკოსთანაც რასაკვირველია იმდენად არა რამდენად მე მდომნებოდა მაგალითად რომ რაღაცნაირად ვერ გამოვნახეთ საერთო დრო მასთან მაგრამ მე ძალიან დიდ პატივს ვსემდი ვერიკოსაც როგორც მსახიობს და სოფიკოსაც როგორც მსახიობს და ძალიან ბევრი ამბობდნენ რომ აი მის გამო რომ შვილი არისო მიშა ჭაურელისო და ვერიკო ანჯაფარიძის სინამდვილეში არ არის სტორი იმიტომ თვითონ სოფიკო იყო ძალიან დიდი მსახიობი ნამდვილად და როგორც აი სამწუხაროა რომ აღარ არის ძალიან სამწუხარო ვიცი რომ ტელევიზორს არ უყურებთ, რამდენიმე წელი არ ჩაგირთავთ, რადიოს არ უსმენთ, არ გაქვთ სოციალური ქსელები, Facebook-ს არ სკროლავთ და აი როგორია თქვენი ყოველდღიურობა? იცით რა, ისე მალე მირბის დრო თქვენ ამას კიდევ 30 წლის შემდეგ შეიტყობთ, რომ არ მრჩება საერთოდ იმისთვის, რომ რაღაცნაირად ჩემ თავს მიუნდო
ეს თავისუფალი დრო, ამიტომ გაკვეთილები. მე ძალიან ბევრი მოწაფე მყავს ყველგან და ამიტომ როდესაც ჩავდივარ მაგალითად იტალიაში, კიდევ მინდა ძალიან რაღაცა ვნახო და ეს ძალიან იშვიათად გამომიდის. აი ეხლა რო თქვათ გქონდეთ შანსი, რომ დროში მოგზაუროთ და თუნდაც რომელიმე ერთ კომპოზიტორს, კლასიკოსს გასაუბრებოდით. ვისთან? ისე რომ არა მაქვს არავითარი სურვილი მე გასაუბრების. საკმარისია რომ მე მაგათ ასე ვთქვათ ვუსმენ და ნოტებს უყურებ და ეს იმდანაც უფრო მეტია ვიდრე შეხვედრა პიროვნული რომ მე არ ვიცი შეიძლება არასოდეს არ მქონია სხვათა შორის ეს სურვილი. ხშირად მეკითხებიან რატომ აირჩიეთო თელავიო და მე თელავში სანამდე ასე ვთქვათ ეს ფესტივალი იქნებოდა მე არ ყოფილვარ. უბრალოდ მე ჩემმა მეგობრებმა რომელთანაც მქონდა საუბარი იმის შესახებ რომ თელავ სადღაც ფესტივალი უნდა შედგეს საბჭოთა კავშირში არცად არ ყოფილა ასეთი მუსიკალური ფესტივალი და დაგვიწყეთ იგი სად შეიძლება და განსაცვლა ძალიან მარტივმა ამბებმა იცით რომ იყო თეატრი და იყო სასტუმრო და იყო სამუსიკო სასწავლებელი და ყველაფერი ერთად აი ამან განაპირობა ასე ვთქვათ კლავის არჩევა და მე ძალიან ბედნიერი ვარ რომ ეს მოხდა. ყოველ წელიწადს უпростоრად ფესტივალის წინ ყოველთვის მიჩნდება კითხვა საჭირო არის თუ არა. რას ვცადებთ? მართლა. და რატო ქალბატონო? არ ვიცი. იმიტომ რომ როდესაც რაღაცა ასე ვთქვათ ჩამოყალიბდება ხომ? ყველა დასაწყის აქვს თავისი დასასრული. ამ ფესტივალმა მართლა თაობები აღზარდა. აი მუსიკალური გემოვნება განავითარა არა მხოლოდ რეგიონის, არამედ თვითონ ქვეყნის და აი თვითონ თელაველებიც ისეთი მადლიერები არიან. თქვენს მიმართ ეს ვიცი რომ თქვენ იცით და ამას გამოხატავენ კიდეც ეს ადამიანები, მაგრამ აი წარმოუდგენლად დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ფესტივალს ამ ქალაქისთვის და მე მინდოდა მეკითხა ზოგადად ფესტივალის მომავალი როგორ წარმოგიდგენიათ თქვათ აი მრავალი წლის შემდეგ როგორ ხედავთ მის განვითარებას აი ამიტომ გეუბნებით რომ ასეთი მიჩნდებოდა ასეთი ფიქრები შეიძლება ცუდი რომ საჭიროა თუ არა მაგრამ ვერგეთ უნდა რაღაცნაირად მაინც უნდა იყოს გაფართოებული შეიძლება სწორედ კინოს შესახებ კინოს იყოს რაღაც ახალი პრემიერები თუ იქნება ახალი ფილმების არ არის აუცილებელი შესაძლებელი მხოლოდ ქართული ფილმი მაგრამ ქართულის მაინც უფრო მეტად რომანი მშვენიერ ამბავს გაიგებენ ის ადამიანები ვინც უნდა ამ იდეაში შემოგიერთდნენ და შესაძლებელია რომ დაპატიჟებით რეჟისორის ოპერატორის მსახიობების რომლებიც შეიძლება გვესტუმრონ კიდევაც და მოგვითხრო ასე ვთქვათ ამ ფილმის შესახებ და ასე შემდეგ შესაძლებელია იმიტომ რომ ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანია აი იმ ადამიანებს ყველა თაობის რომელმაც ელისო ვირსალაძეს მე ვიტყოდი რომ ასე უერთგულა. იმიტომ რომ სადაც გაისმევა თქვენი სახელი, ეს არის მუდმივი სიყვარულის წყარო, მუდმივი აღტაცების და აი ეს რაღაცნაირი გამა ამ ადამიანების არის აბსოლუტურად მრავალფეროვანი. აქ არიან ხანდაზმულები, აქ არიან შუა ასაკის, ახალგაზრდები, ბავშვები, მოზარდები და ასე შემდეგ. აი რას ეტყოდით? აი იმისთვის რომ თქვენს გვერდით იყო ეს ამდენი ადამიანი ამ დროის მანძილზე და მუდმივად გელოდებიან. ნუ ძალიან დიდი მადლობა და ყოველთვის ძალიან დიდი შიშიც კი. იმიტომ რომ არ გინდა რომ იყო უარესი ვიდრე იყავი ან იყო ისეთი როგორიც ხარ და არა უარესი. ეს ნამდვილად ყოველთვის. ეს არის ამაღელვებელი, არა სხვა რაღაცა ემოცია. იმიტომ რომ ეს ნამდვილად ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ჩემს წინაშე, ასე ვთქვათ. მე ეს ბედნიერების შეგნება ისეთი წუთიერია, ესე ერთი წუთი და მეტი არა, მე მგვახარ. ამიტომ ძალიან ძნელია. ეს სამწუხაროდ არ რჩება. მიდის ეს გრძნობა და გტოვებს შენ და ამიტომ არ გაქვს ამისი შეგრძნება.